გამარჯობათ. დღევანდელ ამბავს ჰქვია მუჭანახევარა. თქვენ ალბათ ყველას გაგიგიათ ეს ქართული ზღაპარი მუჭანახევარა. ერთ ძალიან ჭკვიან კაცზე, რომელიც ცოლის დავალებით მიდის, რომ მუჭანახევარი მარილი იშოვოს, ლობიოზე აკლდებათ. გზად ქორწილში მოხდება და ეუბნება პირველი და უკანასკნელიო. შემდეგ დაკრძალვაზე მოხდება და ეუბნება ეს ერთი სხვა 1000-იო. რა თქმა უნდა ყველგან სცემენ. ეს ერთი შეხედვით სასაცილო ამბავია, მაგრამ დიდი სიბრძნე იმალება მის უკან. და ეს ზღაპარი პირდაპირ უკავშირდება ბიბლიის ისტორიას სოლომონთან დაკავშირებით. სოლომონი აშენებს ეკლესიას ღვთის სადიდებლად. უფალი მიდის და ეუბნება აირჩიოს საჩუქარი, რა უნდა. და სოლომონი ირჩევს სიბრძნეს. უფალი ეუბნება, რადგან არ ითხოვე სიმდიდრე, შენი მტრების სული, არამედ სიბრძნე ითხოვე. სიბრძნეს მოგანიჭებ, გაგამდიდრებ, ყველაფერი მოგეცემა. საიდან მოდის მუჭანახევარობა? თანამედროვე ენაზე მუჭანახევარობას ჰქვია არაადეკვატური ადამიანი. რეალობას მოწყვეტილი ადამიანი, რომელიც ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს. რამ გამოიწვია ეს? ადამმა ჩაუყარა ამას საფუძველი, ვერ გაარჩია მტერი და მოყვარე. სიკეთე და ბოროტება ვერ გაარჩია ერთმანეთისგან და პირველი მუჭანახევარა გახდა. შესაბამისად, მუჭანახევარობიდან გამოსავალი არის ღვთისმცნების დაცვა. თუ ღვთისმცნების დარღვევით ადამიანი გახდა მუჭანახევარა, ესე იგი ღვთისმცნების დაცვით გამოვა ამ მდგომარეობიდან და გახდება ჭკვიანი, ბრძენი ადამიანი. ჩვენ გარშემო თუ დაუკვირდებით ხოლმე, ჩვენ თავსაც თუ დაუკვირდებით, რა ხშირად გგონებია, რომ ვაკეთებ სიკეთეს და რამდენი ბოროტება გაგვიკეთებია. ახლად აშენებული სახლი არ ვარ გახოლმე, იმიტომ რომ მუჭანახევარა ხელოსნებმა გააკეთეს. ექიმები 20-30 წელია მუშაობენ პაციენტებთან, დიაგნოზის დასმა არ შეუძლიათ. ასე შემდეგ. მუჭანახევარობა არ იკურნება პრესკონფერენციებით, მათემატიკის, ფიზიკის, მედიცინის შესწავლით. მუჭანახევარობა იკურნება მოღვაწეობით. თუ ადამიანს ღვთის კანონი კანონად არ აქვს, თუ ის ცხოვრობს თავისი კანონებით, ცხოვრობს ფანტაზიების სამყაროში. უამრავი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომელმაც სახარება არც იცის, არ წაუკითხია. მახსენდება ერთი ქალბატონი 20 წელი დადიოდა ეკლესიაში, აღსარებას აბარებდა, ეზიარებოდა და ჩემ შეკითხვაზე, თუ სახარებაში როგორ წერია მეთქი, სახარება რა არისო? ამასთანავე ერთ ოჯახში შევედი, ბავშვებმა ძალიან კარგად იცოდნენ. პოეტები, მელექსეები, 1000 ფანტაზიური ხალხი. სერაფიმე საროველი არ იცოდნენ. ისააკ ასური არ იცოდნენ. ანტონი დიდი ვინ იყო? მე მეკითხებოდნენ. რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანებისგან ვერ გამოვა კარგი ექიმი, კანონმდებლები, შენებლები, ხელოსნები, არ შეიძლება ეს გამოვიდეს. ამიტომ თუ თქვენ გინდათ, რომ მუჭანახევარობიდან გამოხვიდეთ, თქვენი შვილები არ იყვნენ მუჭანახევარები, რომლებიც მთელი ცხოვრება წვალობენ და ვერ ხვდებიან რატო წვალობენ, მთავარი ეს არის. ერთია რომ წვალობს ადამიანი, მეორე ვერ ხვდება რატო წვალობს. ამიტომ ღვთის ჯული უნდა ასწავლოთ. ღმერთმა რო თქვა რომ არ მოიპარო, არ უნდა მოიპარო. ღმერთმა რო თქვა რომ არ დალიო, არ უნდა დალიო. ცოტა დალიო, ესე დალიო, ისე დალიო, ხანდახან დალიო, არ უნდა დალიოთ. ღმერთმა რო თქვა არ განიკითხოთ, არ უნდა განიკითხოთ. ასეთი კაცია, ისეთი კაცია, არ განიკითხოთ ხოლმე. რაც სახარებაში წერია, გააკეთეთ ხოლმე. მადლი არის ღმერთის ენერგია, ეს ენერგია გამოგიყვანთ მუჭანახევარობიდან. დაგანახებთ, სინამდვილეში რა ხდება ამ ქვეყანაზე.
10 წლისა თუ 100 წლისა თუ არ მოღვაწეობს, ის არის მუჭა ნახევარა. ღმერთს ვებარებოდეთ. დამავიწყდა მე თქვა, ზღაპარი როგორ მთავრდება. უმარილოდ სახლში დაბრუნებული მუჭა ნახევარაო, ცოლმა სცემა. ვისაც ასეთი ოჯახური იდილია გინდათ, მაშინ სახარებას არ გაეკაროთ. ლექსები იკითხეთ ხოლმე, პოემები, ინერვიულად ფეხბურთზე. პრეზიდენტი აირჩიეთ ხოლმე, პრეზიდენტი ჩამოაგდეთ ხოლმე. სამყაროს შემოქმედმა რა თქვა, ესე იგი თქვენ არ გეხებათ.